კვირის ყველაზე მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი და პოლიტიკური მოვლენები სუბიექტური აზრის პრიზმაში. თამამის შეფასება, განსხვავებული კომენტარი და სტუმარი. მოусმინეთ თეონა გეგელიას და სტუმრების შეფასებებს საავტორო გადაცემაში შუა კვირა. საღამო მშვიდობისა, თქვენ უსმენთ რადიო იმედს ტალღაზე 105.9. ეს არის გადაცემა შუა კვირა, რომელიც ახალი სეზონიდან მივყავს მხოლოდ მე, თეონა გეგელიას, ყოველ ოთხშაბათს საღამოს 7 საათზე. თქვენ უსმენთ ჩემი სტუმრების მოსაზრებებს კვირის ყველაზე აქტუალურ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ თემებზე. დღეს ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილია ჩვენი სტუმარი, ვიდრე გადაცემის მთავარ თემაზე გადავიდოდეთ, ანუ წამოგვეწია, ასე ვთქვათ, ახალი ამბავი, ვიდრე ეთერში შემოვიდოდით. გარკვეული საკადრო ცვლილებაა უმრავლესობაში. დავით საგანელიძე დაინიშნა საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელად და გავრცელდა ინფორმაცია, რომ ზვიად კვაჭანტირაძემ შეიძლება შეცვალოს ის პარლამენტში. თავის თანამდებობას ბატონზე მოგესალმებით და თქვენთვის რამე მნიშვნელობის არის ეს ახალი ამბავი თუ არა? მე ვერ გეტყვით რომ ახლა რაღაცა იცვლება არსებითად კონფიგურაციაში, ხო? როჩას ბატონ დავით ერჩივნა იქ და მიაღწია თავის სურვილის განხორციელებას. სხვა რო გიცვათ რომ ეს რაღაცას არსებითად შეცვლის, ნამდვილად არ ვეღი. კარგით, მაშინ გავაგზავნოთ მთავარ თემაზე ლაპარაკი, რის გამოც მე თქვენ მოგიწვიეთ. დღეს არსებობს ტენდენცია, რომელიც თვალშისაცემი გახდა ბოლო დროს, კერძოდ. არავინ დავობს, რომ დღეს მედია და ტელევიზია და პრესა ყველა პრობლემის მიუხედავად არის ბევრად თავისუფალი, ვიდრე იყო რამდენიმე წლის წინ თავისუფალია საკუთარი პროგრამული პრიორიტეტების განსაზღვრაში, ფორმატების შექმნაში. ამის მიუხედავად მუდმივად ისმის ჩივილი იმის შესახებ, რომ მედია საზოგადოებას მისთვის სასარგებლო და მრავალფეროვან კონტენტს ვერ სთავაზობს. სადისკუსიო სივრცე არ არისო ამბობენ. ეთერები ჩემი შტაბეშტილებითაც ასეა, კვლავ მონოპოლიზებულია პოლიტიკოსების მიერ ზოგჯერ შემთხვევაში არა თქმა უნდა, მაგრამ ზოგჯერ საეჭვო რეპუტაციის ექსპერტებით არის გაჯერებული, ასევე ეგრეთ წოდებული ცნობადი სახეები, არ ვიცი, ეს უფრო გასართობ ნაწილში. ანუ ეს არის ვითარება და არსებობს პრეტენზიები იმასთან დაკავშირებით, რომ საზოგადოებას ეს ფორმატები ვერ აძლევს საკმარის ინფორმაციას და რეალურ პრობლემებზე განშის შესაძლებლობას. თქვენ ხშირად იყავით ეთერში, როდესაც ტემპერატურა იყო ანუ პოლიტიკური ძალიან მაღალი, მაგრამ არა მხოლოდ თქვენ, ანუ ბევრი ადამიანი, რომელიც თავის დროზე რამდენიმე წლის წინ უფრო ხშირად ჩანდა, ეხლა ეთერებში არ არის. ეს არის თქვენი არჩევანი. თუ იმ პრობლემის ბრალი, ეხლა რაზეც მე ვილაპარაკე. და დაინტერესება არ არის თავად მედია საშუალებების მხრიდან. ჩემთვის ეს მოულოდნელი კითხვაა. მაინც შევეცდები რომ რაღაცნაირად პასუხი გავცე მას. ნაწილობრივ ჩემი არჩევანია იყო ბევრი შემთხვევა, როდესაც მე თვითონ თქვი უარი გარკვეულ მედია საშუალებებთან თანამშრომლობაზე. თქვათ ერთ-ერთ მედია საშუალებას, რომელმაც ორჯერ დამირეკა ზედიზედ და მთხოვა ერთ ტელევიზიას და მთხოვა გადაცემაში მონაწილეობის მიღება კატეგორიული უარი უთხარი. რომელს ვთქვათ? არ მინდა ახლა დავასახელო. მე ვიცი ვიზეც ამოვიდეთ, რომ წავიკითხე თქვენი სტატუსი. ყველა მიხვდება. მაგას 12 წლის განმავლობაში არ გავხსენები ვარ და უცბად გავახსენდი და უცბად აღმოჩნდა რომ ემად ჭირდები. გაიხსნენ უფრო. ხო, ეს ნაწილობრივ, მაგრამ არის მეორე მხარეც, რომ რა თქმა უნდა, კონტროლის ფორმები აღარ მუშაობს მედიაზე, რა ის ტოტალური კონტროლის ფორმები, რომელთა შემოღებასაც ცდილობდნენ, ხო? კონტროლი ნაკლები არის, ეხლა უფრო მეტად მორალური დაწოლაა, უფრო ისეთი გზომაგსო ამუშავდა ერთგვარი თვითცენზურა. თვითონ მედია საშუალებებში და მეც როგორც ჩანს, ამ ტალღაში მოვყევი. კომპეტენტური აზრის ნაკლებობა უფრო ეთერში ალბათ მე ესე ვფიქრობ, ან უფრო ღრმა დისკუსიების ნაკლებობაა და შესაძლოა კი ზერელი გაიცით, მაღალი ტემპერატურის სიყვარული არის ჩვენს ტელევიზიაში, ხო? აუცილებლად რაღაცა გლადიატორთა ომს უნდა დაემსგავსოს სატელევიზიო გადაცემა, თოქ-შოუ და ასე შემდეგ, რა დისკუსიები და ასე შემდეგ.
ციტა მედიის პასუხისმგებლობა, მედია ხო სოციალური ინჟინერიის ფორმა არის, არა? მედიის პასუხისმგებლობა საკუთარი საზოგადოების მიმართ, იმის მიმართ, თუ რა განწყობილებები იქნება საზოგადოებაში, იმედიანი თუ იმედო, კონსტრუქციული თუ დესტრუქციული და ასე შემდეგ. ამაში ხო ძალიან დიდი არის, არა? და ციტა ძალიან ზოგად რამეს ვიტყვი, მაბადეთ ესეთი მენტორული ტონი, მაგრამ თუ მედია ცდილობს რომ მუდმივად სამოქალაქო დაპირისპირების რეჟიმში ამყოფოს საზოგადოება, ეს მედია უცლებად ნეგატიურ როლს თამაშობს. აუცილებლად. პირიქით, ეს მედიას თავისი პედაგოგიური ფუნქცია აქვს. რაც უნდა გაგიკვირდეთ. მედია ყოველთვის უნდა უფრო მაღლა იდგეს, უნდა იდგას, ვიდრე საზოგადოებრივი განწყობილებებია, ხო? ეს უნდა დისტანცირებული უნდა იყოს, რაციოს ელემენტი მეტი უნდა იყოს მედიაში. ეს უნდა გზნობდეს, რომ მის მიერ მოწყობილ გაშვებულ გადაცემას თუ რაღაცა მესიჯს თუ რაღაცა განწყობილებებს რა შედეგები შეიძლება მოყვეს. ციტა ეს ნაკლი ჩვენს მედიას ეტყობოდა 90-იან წლებშივე თავიდანვე ეს სიყვითლე ეს სკანდალები ხო ეს არის ეს დაკავშირებულია უფრო შემოსავლებთან, ამიტომ ეს სიყვითლეც და რაღაც ეს დაძაბვა სიტუაციის მისი აი ეგ არის უბედურება, რომ ბაზარმა შეიძლება ძალიან მეორე მიშთან დგას, ბაზარმა შეიძლება შთან დგას ჩვენი განათლების სისტემა, შეიძლება შთან დგას ჩვენი კულტურა, შეიძლება შთან დგას მედია გარემო და ასე შემდეგ ეს ერთხელ ყვითელზე გამახსენდა, ეხლა ყვითელ პრესაზე, ერთ-ერთ ეთერში დათო ბუხრიკიძე ხელოვნებაცოდნია ყავდა ეთერში და სწორედ ყვითელ პრესაზე ყავდა მოწვეული და ის ამბობდა, რომ ყვითელი არის დასავლური პრესა და ჩამოთვალა რამდენიმე გამოცემა, მაგრამ ისეთი ავტორები ყავთ, რომ შეშურდება აი რაღაც წერის დონის, ხო, ანუ საოცარი ტექსტებია და არის ძალიან მაღალ პროფესიული ყვითელიც კი. იქ მე რატომ მკითხეთ თქვენ არჩევანზე, ხო მაგალითად ზაზა შათირიშვილის არჩევანია რომ ეთერებში არიაროს და ამის გამო მკითხეს. რაც შეეხება მედიას, მე მახსენდება ერთი წერილი, არ მახსოვს, შეიძლება ვცდები, მაგრამ New York Times-ში იყო თუ არ ვცდები, სწორედ ქართულ მედიაზე ეწერა და ის პერიოდია სანამ სააკაშვილია ხელისუფლებაში. და ავტორი წერს, რომ იქ ბევრი ჟურნალისტი შეხვდა, იყო სხვადასხვა იმაში, რა ქვია, ტელევიზიებში მისული და ბოლოს ასეთი დასკვნა ჰქონდა, რომც გათავისუფლნენო ქართველი ჟურნალისტები აი ამ ტიპის წნეხისგან, რაც ახლა არისო, ძალიან დიდი დრო დასჭირდება იმას, რომ ნორმალური მედია გარემო შეიქმნას აქ, იმიტომ რომ ტრამვირებულები არიან, ფაქტიურად თვითონ არიან ისეთი ფობიებით შეპყრობილები ეს ჟურნალისტები, რომ არავინ რომ არაფერი არ დაავალოს. ჩვენ საზოგადოების შვილები არიან ეს. კი, და ამის გამო, ხო, იმიტომ რომ აი მიცით აი ჩაჯდა იმ ფუნქციაში, რასაც ჟურნალისტობა ქვია, ეს ძალიან რთული ამოცანა არის, ხომ? ეს ისეთი რთული ამოცანაა, მეხოთ იმის რომ იოლი გონია ჟურნალისტობა ჩვენს ქვეყანაში, ისეთი რთული ამოცანაა, როგორც თქვა ექიმობა, პედაგოგობა და ასე შემდეგ, ხო? კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მედიას თავისი პედაგოგიური ფუნქცია აქვს. მედია შეუძლია ააშენოს ქვეყანა და დაანგრიოს ქვეყანა, შეუძლია შექმნას პოზიტიური განწყობილებები და პირიქით მოსპოს ყოველგვარი პოზიტიური განწყობილება ქვეყანაში. რაღაცა სრულიად გაუგებარი ამიტომ არსებობს სტანდარტი, რომლის ჩარჩოშიც უნდა მოექცეს, სასურველია მოექცეს ჟურნალისტი, თუმცა ყველა ამართლებს ამ ჩარჩოდან გასვლას და სტანდარტის დარღვევას. აი, სწორედ 90-იან წლები ვახსენე და 90-იან წლებში ერთხელ თქვი ხმამაღლა საჯაროდ, რომ აი დააკვირდით მეთქი რუსულ ტელევიზიებს. როგორი მშვიდი და პასტორალური გადაცემები იწყებენ თავიანთ დღეს. ჩართვა ტელევიზიაზე ცხოვრება გაგიხარდება რო უსმენ მას მით ესეთი მშვიდი მუსიკა, მშვიდი განწყობილება. ეს მეორე უკიდურესობა. ანუ მას იმ ჟურნალისტებს და იმ ტელევიზიებს ესმით რომ მიუხედავად იმისა რომ ლოთი პრეზიდენტი ყავდათ. 90-იან წლებში ხსენებთ კი. მიუხედავად იმისა რომ სრული თვითნებობა და ძალადობა იყო რუსეთში ქუჩებში და პოლიტიკური მკვლელობები და ეს კრიმინალური გარჩევები და საშინელებად რეალებდა, ხო? მთელი თავობა მოისრა ამ კრიმინალურ გარჩევებში, მიუხედავად ამისა, ისინი ცდილობდნენ რომ შეეტანათ რაღაც 7 რაციონალური ელემენტი საკუთარ ცხოვრებაში. ამას გულისხმობდნენ. ანუ მედია ოდნავ უფრო მაღლა უნდა იდგეს საკუთარ საზოგადოებაზე. მე ხა იმას ობიექტურობაზე არ ვლაპარაკობ. ხო, მესმის. ლაპარაკობ აი თვითონ საზოგადოების მიმართ დამოკიდებულებას. თორე ახლა ობიექტურობას თუ გავყვებით ახლა ერთმა ცნობილმა პიროვნებამ ჩვენს მედიას ობიექტურობა დაუწოვნა და სწორედ მოუწოდა კონტროლისაკენ მოუწოდა, ხო? თუ რაღაც მსგავსი საკენ. ხო და ესე იგი მე მას შევახსენებდი რომ ამ აზრით ბატონი ბიძინას გულისხმობ? არა. აბა? პარლამენტარული.
ხო და მე მას შევახსენებდი უბრალოდ მასე მართველი პარტიისათვის და ზოგადად ხელისუფლებისათვის მოსაწონი აბსოლუტურად მოსაწონი მედია არსებობდა საბჭოთა ეპოქაში პრავდა გაზეთი როგორც პრავდის ნოსტალგია აქვს კომუნისტის ნოსტალგია აქვს და რაღაც მსგავსი მასმედიის მედია რთული სფერო არის ძალიან რთული სფერო არის თავისთავად პირადად მე გამიჭირდებოდა ჟურნალისტად მუშაობა ძალიან პასუხისმგებლობა არის ძალიან მაღალი თუ გრძნობ რა თქმა უნდა ამ პასუხისმგებლობას. თუ არა და შეიძლება რაღაცა ესეთი მაპატიეთის სლენგი და ხო. ეს პიჟონური გადაცემები გააკეთო რაღაცა ვითომ რაღაცა პრობლემის ირგვლივ და რაღაცა ფსევდო პრობლემები მოიგონა ქალისა და კაცის ურთიერთობა, კაცისა და კაცის ურთიერთობა და ასე შემდეგ და ამაზე ააწყო რაღაცა ფსევდო ინტელექტუალური რაღაცა. ესეც ჟანრია თავისებური, ხო. ოღონდ ამით უფრო ეს კომერციული ინტერესებით არის ხომ უფრო ნაკარნახევი, თუმცა ჩვენთან ამ ტიპის გადაცემებიც რაღაც ხარისხთან ვერ არის ისე კარგად როგორც უნდა იყოს. ზერმეტად ზერელი წარმოდგენა აქვთ ხოლმე იმაზე თუ რა უნდა ადამიანს ახლა ადამიანს ახლა უნდა მყარი ორიენტირები ახლა ადამიანს უნდა რომ რაღაცაერთ გაერკვეს აი იმ ქაოტურ სამყაროში რომელსაც ის აღმოჩნდა უკვე 25 წელია მას სჭირდება რომ აი დაანახო რაღაცა პოზიტიური თავის ის პოზიტიური მე არ არსებულ პოზიტიურზე არ ლაპარაკობ ის არსებული პოზიტიური რომელსაც შეიძლება დააყნოს თავისი ხვალინდელი დღე დააყნოს თავისი ხვალინდელი ქმედება ანუ შეუნდა შექმნა ის სამყარო რომელშიც ის შედარებით უკეთესად იგრძნობს თავს. შვიდად იგრძნობს თავს და არ დაიწყო დღე ინფორმაციით, როგორიცაც ერთი ჩვენი ცნობილი სატელევიზიო არხი იწყებდა ხოლმე, რომ იქ სადღაც მარნეულში სოფიანმა ძაღლმა დაკრიბა და დაგლიჯა ძაღლი. ცუდი ამბავი, ანუ ეს რაღაცა პანიკური, ისტერიული განწყობილებების გამოწვევი ინფორმაციით. არ გააჯერო მთელი შენი. თუმცა დღეს საზოგადოებას აქვს არჩევანი მედია ბევრად მრავალფეროვანია, შეიძლება კვალიფიკაციით არ იყოს ისეთი, თუმცა ეხა ინტერნეტის ეპოქაში მაგალითად შესაძლოა მე გეტყვით მე როგორ ვიქცევი. შეიძლება არ ვამბობ ეხა კარგ რამეს, იმიტომ რომ თავად ამ სფეროში ვარ, მაგრამ სახლში ტელევიზორი არ მაქვს. არ ვუყურებ. საერთოდ უბრალოდ საქმის კურსში ვარ ინტერნეტით, ანუ ვადევნებ თოს ტექსტის კითხვა მირჩევნია, თუნდაც გაუმართავად დაწერილი სააგენტოს ინფორმაციის, ვიდრე იმიტომ რომ ეს ემოცია ძალიან მღლის მეც. მიუხედავად რომ შეჩეული ვარ ამ რეჟიმს, ასე ვთქვათ, ცხოვრებს. ეხა რეკლამაა ჩვენს ეთერში და რეკლამის შემდეგ გავაგრძელებთ. ეთერშია თეონა გეგელიას საავტორო გადაცემა შუა კვირა. ჩვენ დავბრუნდით პირდაპირ ეთერში, ეს არის გადაცემა შუა კვირა და ჩვენი სტუმარია ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილი. ბატონო ზაზა, თქვენ გულშემატკივრობდით მოქმედ ხელისუფლებას, მომავალ წელს არჩევნები. საარჩევნო კამპანიაც არის უკვე ფაქტიურად დაწყებული, რომელსაც დამოკიდებულია ანუ რა მოხდება, ასე ვთქვათ, 2016 წლის არჩევნებში. მაგრამ დღეს შეგიძლიათ თუ არა უკვე მეტნაკლებად შეაფასოთ თქვენი წარსულში ფავორიტი პოლიტიკური ძალის მმართველობის მთავარი პლუსები და მინუსები. ნუ იცით ქართულ სიამბლეში სამწუხაროდ რამ ხდება ხოლმე ეს ვიღაცას გულშემატკივრობ, იმიტომ რომ ის ვინც არის ის იმან მიიყვანა ჩიხში შეიყვანა სიტუაცია და ეს ცდილდება რომ მხოლოდ სააკაშვილზე არამედ იმის წინა ხელისუფლებაზე და იმის წინა ხელისუფლებაზედაც და ამიტომაც მზად ვართ ხოლმე თვალი დავხუჭოთ რაღაც ნაკლოვანებებზე და იმედი გვაქვს რომ აი ახალი ხელისუფლება ეს ნაკლოვანებები მხოლოდ მოჩვენებითია რომ ეს რომ ხვალდაზე ეგეს თავს არიჩენს და ასე შემდეგ სამწუხაროდ იჩინა ამ ყველაფერმა თავი და მე ვერ გეტყვით რომ არ ველოდი რომ იჩენდა ნამდვილად იჩენდა თავი დამსახურება რა არის ქართული ოცნების მთავარი ის არის რომ აი არანორმალური დაძაბულობისაგან გაგვათავისუფლა რომელშიც ვიყოფებოდით ჩვენ ყველანი ხო და რაც მთავარია იცით აი ერთგვარად მაინც გაფანტა ის ჩიხი რომელშიც აღმოჩნდა ქართული საგარეო პოლიტიკა 2008 წლის ომის შემდეგ აი რაღაც მე ვერ ვიტყვი რომ პრობლემა გამოსულდა რა თქმა უნდა არ გამოსულა აქაც დაძაბულობა მოიხსნა ხო მაგრამ აი ეს დაძაბულობა ის საზრო დაძაბულობა რომელსაც ვიყავით სრული დაძაბულობა რომელსაც ვიყავით ერთგვარად მოიხსნა თავისუფლად მეორეს მხრივ ჩვენ ვხედავთ სავალალო საკადრო პოლიტიკას მეორეს ჩვენ ვხედავთ როგორ გითხრათ
არა ჯანსაღ სიყვარულს უკიდურესად ლოიალური ადამიანებისა და რატომ აქ ამას რაც უნდა ბევრი მკითხაობა ლოიალობის ფასი რა არის ხოლმე ჩვენ ყველა კარგად ვიცით აბსოლუტური ლოიალობის ფასი არის კორუფცია. ხო. ხედავთ უცნაურ თვითმყოფილებას რომლისგანაც ვერ გათავისუფლდა ხელისუფლება მთელი 2012 წლის არჩევნების შემდეგ თითქოს ისაც მოახერხეს სააკაშვილის ხელისუფლება დამარცხდა არჩევნებში ეს იყოს ყველაფერი ისინი მიღწევათ იყო საჭირო. თავარი რასაც პირადად მე როგორც ეს ცალკეული მოქალაქე რასაც რას უთვლით მთავარ დამსახურებად და რას მთავარ ნაკლად? მთავარი დამსახურება უკვე ვთქვი, რომ ის შიში სიტუაცია არ არსებობს, ის ტოტალური შიში სიტუაცია, რომ ციხეები არ არის გადასებული პატიმრებით. ანუ ადამიანის თავისუფლებების თვალსაზრისით არის უკეთესი. მედია უფრო თავისუფალი არის, რომ ჩვენ ციხეებში წელიწადში საშუალოდ 140 კაცი აღარ გვდება, გაცილებით ნაკლები გვდება. და რომ ჩვენ პატიმრების ოდენობით აღარ ვდგევართ ევროპაში პირველი ქვეყანა ვიყავით მსოფლიოში მეორე 1000 მოსახლეზე გადათვლით რომ ეს ყველაფერი წავით. მეორეს მხრივ ხედავთ შეჩერებულ მოდერნიზაციის პროცესს. მეორეს მხრივ ხედავთ რომ ხელისუფლებამ ვერ მოძებნა ის მოდუსი რომელთაც შესაძლებელი იქნებოდა მოდერნიზაცია ადამიანური სახით. ხო. ისმით რომ ქვეყანაში მიმდინარეობდეს ცვლილებები ისე რომ ეს არ იყოს მესის მოდერნიზაცია ყოველთვის ტკივილთან არის დაკავშირებული. ხო და ახლა უნდა მეკითხა მოდერნიზატორი მმართველები როგორც წესი ბუნებით არიან უფრო ავტორიტარები. ესეთი კოალიციური მმართველობის და იმ მემკვიდრეობის ფონზე თქვენ შესაძლებლად მიგაჩნიათ რომ უფრო ეფექტურები იყვნენ დღევანდელი მმართველები ვიდრე არიან? რა თქმა უნდა. აშკარად არის, აშკარად გადაწყვეტილების მიღების მექანიზმები აქვს ზუსტი. აშკარად ჭიანურდება გადაწყვეტილებები. აშკარად ჭიანურდება, ნუ ეს გადაწყვეტილება რომელიც შეიძლება მიღებული იქნას სულ რაღაცა 10 წუთში, იმ გადაწყვეტილებას უნდებიან თვეების განმავლობაში. აი ეს არ არის პროცედურების ასე ვთქვათ პატივისცემა, ანუ სხვა რაღაც ხდება. იცით იმდენად აი სწორედ ეს აბსოლუტური ლოიალობა ნიშნავს შენაგან პასიურობასაც ხო? ეს იმდენ პასიური ადამიანები არიან ხელისუფლებაში დიდი ნაწილი ხელისუფლებისა რომ დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღება უჭირთ და ყოველწლიურად შეელოდებიან ვიღაცის გადაწყვეტილებას. აი საზოგადოების ზოგადი სენია ეს. მე ერთ მაგალითს მოგიყვებით ახლა მოსყვები ხოლმე ბოლო დროს. აი მაგალითისათვის ახლა რახან საშუალება მაქვს აუცილებლად რადიოთი უნდა თქვა ეს. კი. მაგალითისათვის ეს ფონიჭალა მის ტრასა გზა დამავიწყდა იმ ქალაქის სახელი ამ დამავიწყდა ახლა ტალკის ტრასა ეს ახალი ტრასა რომელიც არაჩვეულებრივად გაკეთდა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ სულ 20 მეტრიან თუ 30 მეტრიან მონაკვეთი არის დაზიანებული უკვე 3-4 თვეა 3-4 თვეა იცით და არ გეცდება არა რაზანებთ და გადაკეტილია ტრასა და შემოვლითი გზა არის გაკეთებული გლეხების ხანებზე, ბაღებზე, სპორტნებზე და ასე შემდეგ და 3 თვეა ვინ რას ელოდება. ეხლა ეს არის კონკრეტული მაგალითი და ასეთი რამ ძალიან ბევრგან ხდება ჩვენ ვიცით. ამას ვეძახი მე, ამას გულისხმობ, როდესაც ვამბობ, რომ გადაწყვეტილებების მიღების მექანიზმი არ არის, შინაგანი ინიციატივა არ არის. არ არის ეს თვითმმართველობის ანუ აი ამ სისუსტის ბრალი ხომ არ არის, იმიტომ რომ მე ამას შევეჩეხი ახლა. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ თვითმმართველობა რო გზნობდეს ენერგიას ცენტრიდან, რო გზნობდეს იმას, რომ აი ცენტრი მას აძლევს კომპეტენციას იმისას, რომ გადაწყვიტოს ეს პრობლემები, ის იძულებული იქნება რომ გადაწყვიტოს. ხო და ეს უკვე დირექტივაა ამბობენ და ქვემოდან არის რაღაც გარკვეული მაშინ მე მგონი კულტურის ბრალიც არის და ტრადიციის არ ქონდეს არა ბატონო როდესაც კულტურის დეფიციტი არის აი გადაწყვეტილებების მიღების კულტურის დეფიციტი არის კრეატიულობის კულტურის დეფიციტი არის მაშინ ცენტრის ჩარევა აუცილებელი ხდება ყოველ შემთხვევაში მორალური ზემოქმედება მაინც ხდება აუცილებელი ხო ანუ თქვენ ფიქრობთ რომ ასეთ ვითა ობიექტური მიზეზების გარეშეც არსებობს ბევრად თუ ზემოქმედება არ გინდა ზემოქმედების ადმინისტრატიული მექანიზმები გამოიყენო პარტიული მექანიზმები ზემოქმედებისა ბოლოს და ბოლოს. ეს არსებობს კი, ეს ნამდვილად არსებობს. ეს მექანიზმები არა, პარტიის წინაშე ხო არიან პასუხისმგებლების ადამიანები არა. კი, მაგაში გეთანხმებით. ანუ კარგით, რეკლამის დრო გვაქვს ახლა და რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით უკვე უფრო დიდი დროით. ეთერშია თეონა გეგელიას საავტორო გადაცემა შუა კვირა.
პოლიტიკურ ჩვენ დავუბრუნდით პირდაპირ ეთერში, მაყურებელს შევახსენებ მაინც რომ ეს არის გადაცემა შუაკვირა. მე ვარ წამყვანი, მისი თეონა გეგელია და ჩვენი სტუმარია ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილი. ბატონო ზაზა, პოლიტიკურ ძალებს შორის რაღაც გარკვეული სურათი გვაქვს, ხო? უყავს ოპოზიციური პარტიები, ერთი მთავარი ოპოზიციური პლუს კოალიცია, რომელიც შედგება ასევე რამდენიმე პარტიისგან. აი ამ რყევების მიუხედავად, რომელიც არის აი ამ პოლიტიკურ ველზე. ბოლო წლების განმავლობაში, ბოლო 3 წლის განმავლობაში რაღაც განსაკუთრებული ცვლილება არ მომხდარა. კოალიცია დატოვა ერთმა პარტიამ, ესეთი ლიბერალური შეხედულებების და განწყობების თავისუფალ დემოკრატებს გულისხმობ. ყველაზე ძლიერ ოპოზიციურ, ასე ვთქვათ, პარტიად რჩება მაინც ნაციონალური მოძრაობა, ორგანიზაციული თვალსაზრისით, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ. იქ არის რაღაც ჯგუფები, ასე ვთქვათ, ოცნების უკმაყოფილო ნაწილი რომ გადავიდა და ვისაც მხარს უჭერენ, ეს ინაშვილი ბურჯანაძის ჯგუფი. და რომელთაც, რაღაც ყავთ ამომრჩეველი სხვათა შორის რაღაც განსაკუთრებული პოზიტიური დინამიკა არა აქვთ, მე მგონი რაღაც 10%-მდე მერყეობენ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ამომრჩევლები ყავთ ბევრი. თავისუფალმა დემოკრატებმა ჩემი აზრია ეს და ბევრისგანაც მესმის, რომ ვერ შეძლეს ყოველ შემთხვევაში დღემდე თავის რაღაც განსაკუთრებით წარმოჩენა და თავისი ნიშის დაკავება ამ ძალიან ცარიელ ველზე სხვათა შორის. და იმედგაცრუებების ფონზე ეთანხმებით თუ არა აი ჩემს შეფასებას ახლა მე რაც გითხარით რომ დრამატული ცვლილებები არ ხდება პოლიტიკურ სპექტრში რაღაც განსაკუთრებული სიახლე არ არის ამ შეფასებას თუ ეთანხმებით და ასეთი პოლიტიკური არჩევანის პირობებში რა შეიძლება ველოდოთ ახლა მთავარი ნიშანი ის არის, რომ ის ნიშა, რომელიც გაჩნდა რაღაცა მესამე ძალის მოლოდინის საზოგადოებაში, რომ გაჩნდა უკვე ახალი ვთქვათ. ეს უფრო მომწონს. ახალი ძალა უფრო მომწონს. ახალი ძალის მოლოდინი. სამი წარი მე მგონი 4 კი. ახალი ძალის მოლოდინი, რომელიც გაჩნდა საზოგადოებაში, იმის გამო, რომ არსებობს უკმაყოფილება ოცნები და არსებობს მიუღებლობა ნაციონალური მოძრაობისა, ხო? ნაციონალური მოძრაობას არის თავისი მკაცრად განსაზღვრული ელექტორატი ყავს. რომელიც არიზდება და ზრდის ტენდენციას ვერც გამოიჩენს. ყველაფრიდან ჩანს. და არსებობს ამავე დროს საკმაოდ დიდი უკმაყოფილება ოცნებით. ამ სიტუაციაში მე რაღაც ახალი ძალის მოლოდინი არსებობს. აი ნიშის დაკავებას ცდილობენ, იგივე თავისუფალი დემოკრატებიც, იგივე ინაშვილის და ბურჯანაძის ეს ჯგუფებიც, ისინი რა თქმა უნდა აცხადებენ, რომ ჩვენ უკვე გვიგავია ეს ნიშნაო, მაგრამ ახლა რბილად რო ვთქვათ, ეს არ არის შესაძლებლობა სიმართლეს რო გითხრათ, რომ ველი რაღაცა განსაკუთრებულა ესეთ აფეთქებას რომელიღაცა ახალი ძალისას, ნამდვილად არ ველი, იმიტომ რომ ზედმეტად დაბერებული პოლიტიკური კონფიგურაციებია. ის კონფიგურაციებია, რომელიც ჩვენ კარგად ვიცით, რომელთა მიმართაც რაც განსაკუთრებული მოლოდინი არ არის. ან თქვათ ახალი შემოსულია პოლიტიკაში, მაგრამ მის მიმართ მოლოდინი შეიძლება რაღაცა მხოლოდ 1-2%-ით ამოიწევს უბრალოდ რაღაცა განსაკუთრებული მოლოდინი შეიძლება ვიღაცას ჰქონდეს, თქვათ 3%, 5%, 6%, მაგრამ არა ისე რომ ამან განაცხადებული მნიშვნელობა ითქვიოს არჩევნებში. ახლა თქვათ ინაშვილმა შეიძლება წარმატებას მიაღწიოს საგარეჯოს არჩევნებში, მაგრამ ეს მისი მაქსიმუმი იქნება წარმატების უახლოეს ხანებში. ახლა შეიძლება პარლამენტს გაიყვანონ რამდენიმე ადამიანი, მაგრამ ეს იქნება ძალზე შეზღუდული ოდენობა. ყოველ შემთხვევაში ის ფუნქცია, რომლის მკისრებაც შეიძლებოდა დღეს არა ეს ამ ფუნქციას ვერავინ ვერ იკავებს. არის იცით აი როგორ გითხრათ კონცეპტუალური სიღატაკე ერთგვარი ჩვენს პოლიტიკურ სპექტრში. იცით აი არავინ არ სთავაზობს იმას თითქოს აი ვერ გრძნობენ იმ მოთხოვნებს, რომელიც საზოგადოებაში ცირკულირებს. შეიძლება ეს არჩენს მასმედიაში, არჩენს სოციალურ გამოკვლევებაშიც კი, მაგრამ აი პოლიტიკოსი იმის პოლიტიკოსია, რომ ის ტანით უნდა გრძნობდეს იმას, რა ხდება საზოგადოებაში. რომ აი რა იდეები ეს მიმართ შეიძლება იყოს მგრძნობელი, მქონდეს მგრძნობელობა საზოგადოების რიგი წევრს, რა მოთხოვნილებები აქვს. აი ამის ეს ნიჭიერება, ამ ნიჭიერების დეფიციტია. დღეს ესეთი როგორ გითხრათ
სერიალი განცხადებები რომ რუსეთი ძალიან მინდა ან რუსეთი ძალიან არ მინდა ეს ვერ ამოწურავს იმას რაც ხდება ჩვენს უბრალო ადამიანში და ჩვენს უბრალო მოქალაქეებში. მაგრამ ყველა შემთხვევაში უნდა წავიდეთ არჩევნებზე, ხმა უნდა მივცეთ რომელიმე პოლიტიკურ ძალას. აი ასეთი არჩევანის პირობებში აი როგორ ფიქრობთ, რა პროგნოზი გაქვთ თქვენ? როგორი კონფიგურაცია შეგვჭება 2016 წელს? თუმცა კამპანიაზე ბევრია დამოკიდებული წინააღმდეგ. კამპანიაზე ბევრი არის დამოკიდებული, რის შეთავაზება შეუძლია ოცნებას მე არ ვიცი. ახალი რის შეთავაზება შეუძლია ოცნებას საზოგადოებისათვის. ნაციონალების წინააღმდეგ მიმართული აქციები, ხა ნუ ბოლოს გაცვდება, ხომ? როდემდე შეიძლება საზოგადოება თავს ირთობდეს იმით ზეც ისე მე მაშობია ულუფა ინახავენ აი ამ ნაციონალების წინააღმდეგ იმას რა ქვია განადგურებებს ახლა რომ ეს დიდხანს არ იმუშავებს ანტიმიშიზმი შეუძლებელია იყოს იდეოლოგია პოზიტიური იდეოლოგია არ არის პოლიტიკური ძალა იმოჯებს მაშინ როდესაც ეს პოლიტიკური იდეოლოგიის მატარებელი არის 2012 წელი უნიკალური სიტუაცია იყო უბრალოდ იმდენად დიდი აგრესია არსებობდა და მიუღებლობა ნაციონალური მოძრაობის მიმართ რომ ნეგატიურმა ნიშანმა იმუშავა არ გვინდა ნაციონალური მოძრაობა ხო ყველა იყო ამის წინააღმდეგ ყველანი იყვნენ ამის წინააღმდეგ პოზიტიური შეთავაზება საზოგადოების მიმართ არ არსებობდა და სამწუხაროდ ოცნების მხრიდან სამწუხაროდ ოცნება ინერციით განაგზობს იგივეს არა ეს კონსტრუქცივიზმი, ეს კრეატიულობა, ეს რაღაცა პოზიტიური ელემენტის შეთავაზება საზოგადოებისათვის ეს მისგან არ იგრძნობა. შეძლებს, ვერ გეტყვით ახლა არ მინდა რომ გადაჭრით თქვა რომ ან შეძლებს ან ვერ შეძლებს. აღმოჩნდება ინტელექტუალური რესურსები, ნუ აი დასვნა თქვენ გამოვიდა. უმრავლესობაში? ამ შემთხვევაში დარჩება უმრავლესობაში. ვინ შეიძლება? აი შესაძლებელია რომ ხელისუფლება შეიცვალოს. მე მაგალითად ერთ-ერთი პოლიტიკოსის მეუღლის, რომელიც ახლა მედიაში მუშაობს და ამბობს, რომ ჟურნალისტია, მას ეწერა თუ არ ვცდები გუშინ თავის კედელზე, რომ დარწმუნებული ვარ, რომ 2016 წლის არჩევნებში ნაციონალური მოძრაობა გაიმარჯვებსო. ეს არის რაღაც ცოტა არა ისეთი გადაჭარბებული მოლოდინი, უბრალოდ შეგულიანება და ის სასურველის გასაღება ასე. ნუ ეს პროპაგანდისტული განცხადებაა ვიდრე რეალობის აღწერი, ხომ? ეს მცდელობა რომ მომჩევლის განწყობილება შექმნა. ეხლა ნუ ვურჩევდი ამ ადამიანს გაიარ გამოიაროს ქუჩებში და უბრალოდ ადამიანებს დაელაპარაკოს და როგორც ერთი 9 ადამიანის დაუსვამს კითხავს ისინი ხო არ დაბრუნდებიან. ხო ეს კითხვა მესმის ყოველწუთას მიუხედავად იმ უკმაყოფილებისა რომელიც არსებობს ოცნების მიმართ მიუხედავად უკმაყოფილებისა მისი პასიურობით მისი იგივე ლარის კურსის გამო იგივე გაურკვეველი და ამორფული საგარეო პოლიტიკის გამო და საშინაო პოლიტიკაში ნუ არ ვიცი რაღაც უცნაური სალტო მორტალეების გამო ბევრი ხარვესის გამო იგივე საკადრო პოლიტიკის გამო როდესაც ჩვენთვის ძალიან კარგად ნაცნობი და არც ისე დადებითი პერსონაჟები აღმოჩნდნენ ზოგი პარლამენტის წევრი ზოგი მთავრობაში აღმოჩნდა და ზოგისა და ზოგისა სახალხო პერსონაჟები საინტერესოა, ხო შეიძლება არჩევნებზეც არ მინახავს ეს ხალხი და ესე გამოდიან ხოლმე. მე თვითონ გაუცებული ვიყავი, ისეთი ადამიანები აღმოჩნდნენ უცბად სიებში და ფაქტობრივად მე აი ადამიანებს რომლებიც აქტიურობენ ხო სოციალურ ქსელში და მუდმივად აკრიტიკებენ ხელისუფლებას. თუ საერთოდ უკმაყოფილოები არიან ყველაფრით. თუ ახლობელია რა თქმა უნდა უცხო ადამიანებს არ წერს ხოლმე როგორც ესე მე მგონი რომ წადით ხალხო პოლიტიკაში. იმიტომ რომ ეს შეუძლებელია. არის ერთი და იგივე სპექტრი. პლუს თავად ამ ველში შესვლა არავის არ უნდა, იმიტომ რომ მესმის რომ ძალიან უმადური და ურთულესი საქმეა. თუ პასუხისმგებლობა გაქვს ადამიანს, შეიძლება გარდაიცვალოს ცოტა ხანში პოლიტიკოსად რომ ან პოლიტიკოსების არაერთხელ შემოუთავაზებიათ ეს და ბოლო მომენტში ყოველთვის ეს მუხრუჭია მუშავდება. ამიტომ ამბობ, ესეც საზოგადოების ბრალი ხომ არ არის, იმიტომ რომ მას უნდა რომ სხვამ გააკეთოს. ვიღაცამ გააკეთოს. იცით ეს არ არის გასაკვირი სიტუაცია ეს ნებისმიერ ქვეყანაში ასე არის. პოლიტიკაში მიდიან ადამიანები, რომელსაც სრულიად გარკვეული, ეხლა მაპატიონ პოლიტიკოსებმა, მარტო ინტერესები არა, ფსიქოლოგიური წყობაა. ესმით ნუ ეხლა გავიხსენოთ თეონი ახლა ჩვენ გუშინ დელი დღიდან არ ვადევნებთ თვალს ქართულ პოლიტიკას ხო და ზოგადად პოლიტიკას. ნუ უთიფრობის მაღალი ხარისხი უნდა კონდეს, ავანტიურიზმის მაღალი ხარისხი უნდა კონდეს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. უნდა კონდეს აი პიარის გემოს უნდა გზნობდე ხო, აი ამ პროპაგანდის გემოს უნდა გზნობდე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და ეხლა ყველა ადამიანი ვერ იღებს თავის თავზე ამ ფუნქციას და გასაგებიც არის რომ ინტელიგენტური, გონიერი, ჭკვიანი ადამიანები არ აღმოჩნდებიან ხოლმე იქ. არც უნდა
აღმოჩნდა ეს ყველა ქვეყანაშია. აი ხანძღან ობამას უყურებთ, არ გეაქცია შტაბის-ცილება რომ ეს ადამიანი არტისტობს, მაგრამ ის რესპუბლიკელებს ბევრად მირჩევია და მის მიმართ ამიტომ ლოიალური ვარ. მიუხედავად იმისა, რომ გიჩვენიათ, ის ხო აშკარად არტისტია. მე აი ხო აშკარად ყალბი ღიმილი აქვს შეათ, რომ აშკარად აი როგორ გითხრათ, კარგად დამუშავებული ჟესტიკულაცია და კი, ეს მიმიესეს ყველაფერი ხო ეს თანამედროვე პოლიტიკის დამახასიათებელი ეს არტისტულობა, კი. ზოგადად პოლიტიკისთვის არის დამახასიათებელი. მაგ სამყაროში რომ შედიხარ, კარგი არტისტი უნდა იყო. კი. მე ის ბევრ ადამიანს უჭირს კარგი, ვიდრე მე მინდა რამდენიმე მიმდინარე ამბებზეც კითხოთ, უგულავას პროცესი იყო, მართლმსაჯულება და ზოგადად სამართალი იყო ამ კვირის მთავარი თემა პრინციპში და მისი ხარვეზები თუ პირიქით. რომ დავასრულოთ აი ამ პოლიტიკოსების თემა. დამკვიდრებულია ესეთ შეხედულება ეფექტურ ჩვენ ვილაპარაკეთ ახლა ნაციონალურ მოძრაობაზე, ცოცხლებაზეც, ხო? რომ ოპოზიცია არის ეფექტური, მობილიზებული, თავისი მყარი ელექტორატით და არის სუსტი უნიათო, როგორც მას ნაციონალური მოძრაობა უწოდებს, მთავრობა. ზოგადად ესე მარტივად არის მართლაც საქმე? აი ესეთი ეს არის გამარტივებული ხედვა თუ არა? ეს კონტურები ასე თუ ისე რაღაც მიმართულებაში მაინც აღწერს იმას, რაც ხდება. ეს ვერ ვწუხდეს მეტად გამარტივებული. ბატონო, თუ მართლაც ასეა, რომ ეფექტური ოპოზიცია და სუსტი ხელისუფლება, აი თუ მხოლოდ ამ ტერმინებში შევხედავთ, ხო, მაშინ ძალიან ლოგიკური იქნება მომავალ არჩევნებში მართლაც იმ ქალბატონის არ იყოს, რომელზეც ვზიდირებდი ცოტა ხნის წინ, რომ ეფექტურმა შეცვალოს სუსტი. აქ უკვე იცით არის რამდენიმე ფიგურის პრობლემა. ახლა ეთიტი მისეს. ანუ არ არის ესე მარტივად, ხო? ესე მარტივად არ არის, არსებობს რამდენიმე ადამიანი, რომელიც უპირობოდ უარყოფით სოციალურ სიმბოლოებად იქცნენ. ელექტორატის დიდი ნაწილისათვის ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს. ასე რომ როგორი პოზიტიური იდეოლოგიის მატარებელიც უნდა იყოს ნაციონალური მოძრაობა, როგორ ეფექტურადაც უნდა პასუხობდნენ ისინი დღევანდელი დღის მოთხოვნას, მათ შეუძლიათ უბრალოდ ჰაერში გაფანტონ ყველაფერი ეს. იმის გამო რომ ისინი ამბობენ. თუ არ აღმოაჩნდა ამ ჯგუფს? აი თავისთავში ვერ აღმოაჩინეს იმის რესურსი რომ აი რეაბილიტირება მოეხდინათ. ამისთვის მე მესმის რომ ძიმია და რთული არის. ძენ აგრესიულები არის. რამდენიმე ლიდერის გამეტება იყო აუცილებელი. რამდენიმე პირველ რიგში მიხეილ სააკაშვილის, რომელიც რესურსით საქართველოში ამოწურულია, მას ხოლმე ძალადობით შეუძლია დაბრუნება, თუკი ესეც რა მოდესმე აზრად მოუვა. და არჩევნების ტოტალური გაყალბების შეუძლია საქართველოში დაბრუნება. მეტი რა ქნა ლაპარაკობენ პოლიტიკურ დევნაზე. მართლაც არის მათ მიმართ სისხლის სამართლის საქმეები აღძრული. სამი ლიდერი ციხეში ზის. ეს რატო არ უწყობს ხელს მათ რეაბილიტაციას? რატო არ უწყობს ხელს იმ პროცესებს, რაც უნდა წავიდეს ნაციონალურ მოძრაობაში, ვარი განახლებისკენ წავიდეს. რაღაცნაირად იმასთან, ხო მოძებნონ ახალი ადამიანური რესურსები, ახალი ის მოძებნონ, ახალი კონფიგურაცია შევნან პოლიტიკური საკუთარი თავისაგან, მოძებნონ ახალი მოკავშირეები. ვერ აკეთებენ ამას. როგორც ზერმეტად არიან დამოკიდებულები ამ ძველი ლიდერშიპისაგან. ეს მათ სისუსტე ყოფილა მაშინ ამ პარტიის. რა თქმა უნდა, ნუ რამდენიმე ლიდერის ინტელექტზე არის აგებული ეს პარტია და ნუ როგორც სხვები ვერ ხაჩავენ ასე ვთქვათ ამ ამბიციებს. მე ხავ გავიმეორებ კიდევ ანუ გვესმის სულ ამ პოლიტიკური დევნის, მედიის შეზღუდვის, სასამართლოზე ზეწოლის, ინსტიტუტების გრევის მცდელობის, არაფორმალური მმართველობის შესახებ. გვესმის მათგან ნაციონალური მოძრაობის არგუმენტები და მათი შეფასებები. თქვენი აზრით მისაღებია, შეიძლება თავად ისინი არ არიან მისაღები, მაგრამ აი ეს შეფასებები ელექტორატისთვის მისაღებია თუ არა? თვითონ შეფასებები კი, მაგრამ ყველა შემთხვევაში იცით, აი PR-ს ეს ხდება ამ ქვეყანაში ხმედად ჩამოთვალეს. ნაწილობრივ ხდება, რა თქმა უნდა. მნიშვნელოვანწილად ხდება ეს. რა თქმა უნდა, გადაჭარბებული არის და ნუ აი არ მცდელობა რომ ისტერია შეიქმნას ამ პრობლემების ირგვლივ, მაგრამ ნაწილობრივ ხდება ესე პროპაგანდა არასოდეს არ არის ხომ არ ეყრდნობა ხომ სიცარიელეს ხომ რაღაც მიზეზი და საბაბი და ის არსებობს ხოლმე ამის. მაგრამ აი პოლიტიკურ პროპაგანდას აქვს რამდენიმე მომენტი რომლის გათვალისწინების გარეშედაც მთელი შენი ლაპარაკები ჰაერში გაიფანტება. რას ამბობ ეს რა თქმა უნდა გადამწყვეტი არის. თქვენ ახლა როდესაც დაასახელეთ ეს ასახელებთ იმას რასაც ამბობენ. მაგრამ გადამწყვეტია ვინ ამბობს. აი ეს არის. როდესაც მთქმელი არაადეკვატურია სათქმელისა, მაშინ ეს სათქმელი იფანტება ჰაერში.
პროტესტი იფანტება ხერხში. ბატონო, ქართველმა ამომრჩეველმა რომ გადაწყვიტოს ისე, როგორც ეხლა ჩვენ არ ვფიქრობთ ასე, რომ ასე მოხდება, მაგრამ მართლაც რომ აესეთი არჩევანი გააკეთოს და სულ სამჯობინოს ისევ ეფექტური მართველი ნაციონალური მოძრაობის სახით. ხელისუფლებაში მოსულები ისინი შეცვლიან თავიანთ პოლიტიკას, როგორ ფიქრობთ, თუ ამის რესურსი არ აქვთ, რადგან მუდმივად ამბობენ, რომ ჩვენ არ დავუშვებთ იმ შეცდომებს, თუმცა ამ შეცდომებზე ღრმად არ ლაპარაკობენ სხვათა შორის არასდროს. რაღაცისთვის იხდიან მოდიშს გაუთავებლად, მაგრამ ისთვის ვერ გაიგებ. ხო, აიცით რა არის მათი მმართველობა ისეთივე იქნება თუ არა? ჩვენ საწყოდ ხედავთ, რომ ისინი არ იცვლებიან. ამდენად რატო უნდა ველოდონ მათგან, რომ რაღაცა სხვანაირად მოიქცევიან. ხო? ხედავ რომ მათი ქცევის წესი ისეთივეა, როგორც იყო 3 წლის წინ. ხედავ რომ მათი აი ეს თქვენ მათი სინანულის არ გჯერათ. ხო, სინანული არ იგზნობა ელემენტარულად. სინანული იგზნობა იმ რამდენიმე ადამიანში, რომელმაც მიატოვა ნაციონალური მოძრაობა და საკუთარ გამოიყო. ხო, ეს აშკარა არის, ახლა მოდით თვითონაც დამალონ, როგორც ჩანს იმ ადამიანებმა იგზნეს, რომ ყოველგვარ პერსპექტივას იყო მოკლებული ნაციონალურ მოძრაობასთან ურთიერთობა და რომ მართლაც იმ დანაშაულობების მასშტაბი ეს სინანული უკავშირდებოდა ნაციონალური მოძრაობის მმართველობის ხარვეზებს თუ სინანული უკავშირდება იმას, რომ ასეთი კონფიგურაციით მათ გაუჭირდებათ ხელისუფლებაში მოსვლა და ალბათ ორივე. ამაზე წუხან. რა თქმა უნდა, ერთიც არის და მეორეც, ვის უნდა, რომელ ადამიანს უნდა, რომ ისტორიაში შევიდეს, როგორც იმ მოვლენების ავტორი, რასაც ჩვენ თვალს ვადევნებით. ახლა ნაციონალური მოძრაობის საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი სურს, რომ ჩვენ დაგვავიწყდეს ყველაფერი ის, რაც ხდებოდა და ამის დავიწყება სრულიად შეუძლებელი არის, ხო? ახლა ისევ და ისევ ვიმეორებ აი იმ რიცხვს, რომელიც ჩემთვის გადამწყვეტია და მიმანიშნებელი არის იმაზე, თუ რა ხდებოდა ქვეყანაში. წელიწადში საშუალოდ 140 პატიმარი იღუპებოდა. ეს არის კატასტროფული რიცხვი, ახლა შეიძლება სტატისტიკა ვიღაცისთვის, მაგრამ ეს არის 140 სიცოცხლე. ეს რომელიც აი უპატრონობით, ავანტყოფობით, ძალადობით და ასე შემდეგ იღუპებოდნენ. ამის დავიწყება შეუძლებელი იქნება. ნუ ტყუილად არ უნდა ქონდეთ იმედი, რომ სოციალური მეხსიერება ხან მოკლეა და ასე შემდეგ. აბა ერთი წამი წამოიდგინოთ, დღეს რომ ედუარდ შევარდნაძეს მოინდომებინა კენჭის რო გავიდო და გაიმარჯვებდა. რა თქმა უნდა ვერ გაიმარჯვებდა, ხო? რატო? სოციალური მეხსიერება არც ისე ხან მოკლე არის. მის მიმართ აგრესია დღემდე არსებობს, ის ვერ გავიდოდა. იგივე ვრცელდება, ახლა მე მესმის რომ მიხეილ სააკაშვილი შედარებით ახალგაზრდა კაცია და ძალიან უჭირს შეეგოს იმას რომ ის მშვენიერ წარმატებებს აღწევს უკრაინაში კარიერაში. ვერ გეტყვით რომ იქ მის მიმართ დამოკიდებულება ვერ გეტყვით რომ მის მიმართ დამოკიდებულება ცალსახა არის. მე რაღაცა ურთიერთობა მქონდა ოდესელ ჟურნალისტებთან და ვიცი რომ ეს ოდესაა, ეს არის ეჭვი და ირონიით გაჟღენთილი ქვეყანა და მას ესე იოლად ვიღაც მოხუცებისათვის კბილების შესმის დაპირებით და ასე შემდეგ. ეს იოლად ვერ გააბრიყვება. ხო, ვერ გააბიტურებ იმ ადამიანებს. ხო, ეს არის ხალხი, რომელიც 10 წლების განმავლობაში თვითონ აბიტურებდა საბჭოთა ხელისუფლებას და ახლა. კი, ძალიან საინტერესო ქალაქია სხვათა შორის. ხო. ანუ თქვენ ფიქრობთ, რომ ეს სოციალური მეხსიერება ძალიან ძლიერია. და თუნდაც ეს ეკონომიკური სირთულეები ბევრად ასატანია ვიდრე ის ადამიანის უფლებების დარღვევა. მაშინებს რომ აი ამან ხარ შეუწყოს ხელი მესამე ახალი ძალის ნიშა დაიკავოს ისეთმა ძალამ რომელიც ნამდვილად არ არის სასურველი პირადად ჩემთვის თუ შემოვიდეს. ბატონო, მე თქვენი ინტერვიუ წავიკითხე საგარეო კურსთან დაკავშირებით, ლაპარაკობთ ეს გაზაფხულის ინტერვიუ იყო თუ არ ვცდები აპრილის სადღაც. მე მგონი თუ არ ვცდები და თქვენ სერიოზულ განგაშემდით იმ საგარეო კურსთან დაკავშირებით. მართლაც ფიქრობთ რომ ეს რუსული განწყობები რაღაც საფრთხის შემცველია ჩვენთვის, ანუ ისეთი დოზით არის ამ ქვეყანაში? რა თქმა უნდა, საკმაოდ მაღალი ხარისხი არის. მე იმდენად მათი მაგრამ ასეთი ჯგუფების ელექტორატი მცირეა მაინც. ეს პროცენტული ოდენობა იმდენად არ მადარდებს, ამდენად ეს მობილიზების ხარისხი. აი როგორც სექტანტები იულად მობილიზდებიან ხოლმე. ასე ნაციონალური მოძრაობაც მობილიზებულია, მაგრამ თქვენ ამბობთ რომ მათ პერსპექტივა არ აქვს. ისე ეს მათი მობილიზება იქნება არჩევნებში წარმატებას აღწევს არ მხოლოდ ის, ვისაც მაღალი რეიტინგი აქვს, არამედ პირველ რიგში ის, ვინც თავისი ამორჩევლის მობილიზებას ახერხებს, ხო? აი ამ შემთხვევაში მათი წარმატება შეიძლება სერიოზული აღმოჩნდეს. და სექტანტურ განწყობილებებს კიდევ
მით უმეტეს თუ ეს სექტანტური განწყობილებები ერთგვარ დანაშაულთან არის დაკავშირებული და მაბატი პრორუსული განწყობილებები ჩემთვის დანაშაულებრივია 25 წლიანი ისტორიის შემდეგ 99 წლის 9 აპრილის შემდეგ და არა მხოლოდ და ეს 2 თუ 3 გარატანილი ომის შემდეგ და 2008 წლის ომის შემდეგ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ძალიან საინტერესოა რომ ღიად არავინ თუ არ ჩავთვლით 2-3 მარგინალ ადამიანს ღიად არც ერთი პოლიტიკური ძალა არ ამბობს რომ ის არის პრორუსული. ისინი ამბობენ რომ არიან კონსტრუქციული ურთიერთობის მომხრეები რუსეთთან. ეს აბნევს ალბათ ელექტორატს არა? იცით რა არის? ჩვენთან ხო ჯორი სოციოლოგია უფრო ეფექტურია ხოლმე ვიდრე ოფიციალური ინფორმაცია და ნუ როგორც ჩანს მათაც იციან რომ ეს არ არის პოპულარული მაინც. რა თქმა უნდა ძალიან კარგად ესმით რომ ყველაფერს ავიდობთ უხერხულია ხა. ეს როგორ ჯონგიძის დიდება არავის არ მაშინ რა საფრთხეა ამაში? თუ კი საზოგადოებაში ამას მხარდაჭერა არ აქვს და მიუხედავად დასავლეთის იმედგაცრუებისა, რაც ბუნებრივიც არის და ჩვენ ვიცით დასავლეთის პრობლემებიც, მიუხედავად ამისა, განწყობები მაინც არ არის მათ სასარგებლო, ანუ პრორუსული ძალების, მაშინ რა საფრთხეს ხედავთ? იცით, მასედაც ვერ ვიტყოდი, აი, როდესაც მე არ ვიცი, მაგ ინტერვიუში მქონდა თუ სასწარმეს ხოლგან, აი, როდესაც რუსულ ბაზარზე ღვინის დაბრუნებაზე იყო ლაპარაკი და ქართული სასოფლის მეურნეობის პროდუქციის დაბრუნებაზე, მაშინ მე რამდენჯერმე გავიმეორე და სხვემაც გამოთქვეს ის აზრი რომ რუსეთი თავის ბაზარს იყენებს როგორც სტრატეგიულ იარაღს. ეს ყველაზე კარგად ყველაფერს ამისთვის იყენებს ეგეთ. არა მხოლოდ ენერგომატარებლებს, არამედ საკუთარ ბაზარსაც, რომ ის საკუთარ ბაზრის გამოყენებას დაიწყებდა აუცილებლად იმისთვის, რომ ჩვენ განწყობილებებში კორექტივები შეეტანა. და ჩვენ ამის ნიშნები დავინახეთ, ხო? ამიტომ ძალიან იოლია მწვანელის გაყიდვის ინტერესების შეფუთო რაღაცა გეოპოლიტიკურ და რელიგიურ სამოსში და ფსევდორელიგიურ სამოსში და რაღაც ფსევდომორალისტურ სამოსში. ეს ვით აი ამის საფრთხე არსებობს, აი ხელისუფლების ამორფულობა ამაში მდგომარეობს, მას სუსტი აქვს სტრატეგიული ხედვა. ეს მოცემული მომენტის ინტერესი რა თქმა უნდა დააკმაყოფილა, ბაზარი გაიხსნა, მაგრამ ამას რა შედეგი მოყვება 5 წუთში და 10 წუთში, 5 წელში და 10 წელში ეს ვერ განსაზღვრეს. თქვენ უწუნებთ უცნებას აი ამ ხედვის არარსებობას, მე როგორც ვფიქრობ, საინტერესოა თუ აი რაიმე უფრო მკაფიოს წარმოადგენენ ისინი არჩევნებისთვის. აი ღმერთმა დამიფაროს რომ მათგან მოვითხოვდა ისეთ ისტორიულ ანტირუსულ იმას რიტორიკას, როგორც ახასიათებდა ძველ ხელისუფლებას. კი, ამან პირიქით დაგვაზიანა ძალიან. ამან დაგვაზიანა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ შენი სტრატეგიული კურსი და პრინციპები არ გაგაჩნდეს. საგარეო პოლიტიკაში. კარგი, ძალიან დიდი მადლობა. ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილი იყო ჩვენი სტუმარი. ჩვენ მომავალ 4 შაბათს შევხვდებით ნახვამდის. ეთერშია თეონა გეგელიას საავტორო გადაცემა შუა კვირა.